როდესაც საუბრობთ, რომ ხელისუფლების და რეჟიმის აღიარებით კორუფცია აღმოჩნდა მმართველობის ყველა სფეროში, გზების დაგება და მოწყობა, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, სამშენებლო სექტორი და ნებართვების და ლიცენზიების გაცემა, ჯანდაცვის თემა. ნებისმიერი ეს თემა ჩვენ შეგვიძლია მსგავსი კორუფციული, უფრო მსხვილი და უფრო ნათლად დადასტურებული კორუფციული შემთხვევებიც კი თბილისის მერიაში აღმოვაჩინოთ. ალბათ არც ისე შორსაა დრო, როცა რეჟიმის პოლიცია კახაკალაძის მერიის კარზეც მიაკაკუნებს და გამოძიებო უწყებების ფოკუსში 20%-იანი მერი და მისი ხელქვეითების საქმიანობა მოხდება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კრიტიკული თვალით და ობიექტურად შეუხედავს ხელისუფლების საქმიანობისთვის, გეტყვით ერთს, რომ გამორჩეულად კორუმპირებული უწყება ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი ეს არის ნამდვილად კალაძის მერია. სწორედ კალაძის მერია, არ გულისხმობ ოცნების მერიას, იმიტომ რომ კორუფციის მასშტაბების თვალსაზრისით ნარმანიას მერიას მნიშვნელოვნად გადაასწრო კალაძის მერობის პერიოდში სიტუაცია. ეს ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისი რეჟიმის ჩინოვნიკებმაც იციან, თუმცა ფაქტია რეაგირებას არ ჩქარობენ. როგორც ჩანს, კახაკალაძე ოლიგარქისთვის ჯერ ისევ საჭიროა. სხვა შემთხვევაში მას კორუფციულ სკანდალებში მდინარაძის სუსი აქამდე სიამოვნებით გახვევდა. დროის ამბავია, თორემ თბილისის მერიის კორუმპირებულ მოხელეებზე ნადირობა მაინც მოუწევთ. სხვა შემთხვევაში ვერც საკუთარ ამომრჩეველს დააჯერებენ, რომ ნამდვილად სისტემური კორუფციისგან გათავისუფლება სურთ და მხოლოდ ყოფილებზე შურისძიებით არ არიან დაკავებული. დანიშნულობლივია ისიც, რომ ყველა კორუფციული საქმე, რომელიც ბოლო პერიოდში სააშკარაოზე გამოიტანეს, კალაძის გარემოცვას თავისუფლად ესადაგება. აი მაგალითად 12 ნოემბერს პროკურატურამ გითხრა, რომ ხაშურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე 5 მილიონის ღირებულების მილების ქურდობის საქმეზე დააკავეს. გამოძიების მტკიცებით ლევან გამრეკელმა 2020-23 წლებში, ანუ როცა სახელმწიფო მოხელე იყო, შექმნა ორგანიზებული ჯგუფი და ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს. პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება 2 წლის წინ დაუწყია, თუმცა გამრეკელი მხოლოდ ახლა დააკავეს, რადგან რეჟიმს ახლა დასჭირდა. ხოდა თუ კიდევ დასჭირდათ მილების ქურდებს, კალაძის მერიაშიც მარტივად იპოვნიან. უბრალოდ პროკურატურაში თაროდან ჩამოიღებენ 5 წლის წინანდელ საქმეს თბილისში ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას 500 ტონა მილების მოპარვის შესახებ. შესაძლოა ეს საქმე გახსოვთ. მაშინ ამ დანაშაულის გამო მერი კალაძე მოჩვენებითაც წუხდა. მოკვლევა დამთავრებული აქვს აუდიტის სამსახურს და მთავარ პროკურატურას გადაეცემა საქმე, რომ ვინმეს რო არ ეგონოს, რომ აქ რაღაცეების გატარება ვიღაცა შეუძლია. ეს თქვა და დაივიწყა. ყოველ შემთხვევაში თბილისის მერის დამატებითი განცხადება ამ საქმეზე არქივში აღარ იძებნება. 5 წლის განმავლობაში არც პროკურატურის განსაკუთრებული აქტივობა გვინახავს. თუ არ ახსოვდათ, ახლა გაიხსენებენ, რადგან თუ ხაშურში მილების მოპარვა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თბილისში იდენტური ტიპის სისხლის სამართლის დანაშაული ასევე უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ხდება ხელისდაფარება იმ ხალხზე, ვის კართანაც აქლემს ჯერ არ დაუჩოქია. დანაშაულის ჩამდენებს, რომ ფარველები ყავდათ, ამის ეჭვები მაშინვე გაჩნდა. სხვა შემთხვევაში დღემდე ვერავინ ხსნის, როგორ გაქრა უკვალოდ მიწიდან ამოღებული 500 ტონა მილი. ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინ მედია საუბრობდა იმაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა აი ამ დანაშაულის დაფარვა და დანაშაულებრივად თანამონაწილეობა, მაშინ როდესაც გდანის ყველაზე ცენტრალური გამზირებიდან გააქრეს მილები ისე, რომ ერთ კამერაზეც კი ვერ შემოინახეს მტკიცებულებები ამ უდიდესი მეტალის კონსტრუქციების თუ მეტალის ობიექტების გაქრობის, რომლის იქიდან აორთქლებასაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება და ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა ჭირდება. გასულ კვირას ოლიგარქის რეჟიმის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილი ჩინოვნიკების მეგობარ ბიზნესმენსაც შეეხო. ბაკურიანში უნებართო მშენებლობის საქმეზე კრისტალი ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს. ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ამის მიზანი იყო, რომ მიიღო მეტი შემოსავალი. სტეფანიანი რომ თურმე დანაშაულს ჩადიოდა, ახლა გაირკვა, როცა ის ჩინოვნიკები, ვინც მისი აშენებული სასტუმროს გახსნას ესწრებოდნენ, ხელისუფლებაში აღარ არიან. რატომ ვერ გაიგეს შესაბამისმა სამსახურებმა აქამდე, რომ ერთი ბიზნესმენი სანებართო პირობებს არღვევდა, საგამოძიებო უწყებებს არ უთქვამთ, მაგრამ თუ მოინდომეს ამ საქმეზე ღარიბაშვილამდე
შესაძლო ვერა, მაგრამ ლევან დავითაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას შეძლებენ. ამბობენ, რომ ბაკურიანი ჯგუფმა სასტუმროს და საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან მიიღო და შესრულების კონტროლიც მათ ევალებოდათ. ისე ამ საქმის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, თუ ნამდვილად დანაშაულის გამოვლენა უნდათ თბილისის მერიის გაცემულ სამშენებლო ნებართვებს უნდა ჩაუჩნდნენ. კახა კალაძის მერობისას ამ მიმართულებით არაერთი კითხვა დაგროვდა. რაც შეეხება სამშენებლო დეველოპერულ სფეროს, რომელიც არის ალბათ კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მსუყე ლუკმა და ყველაზე დიდი წყარო აი ამ კორუფციული გამდიდრების, აქაც ზუსტად იდენტური საქმეები არის თბილისში, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით და სიხშირით, იმიტომ რომ თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის სწორედ აი ამ სამშენებლო დეველოპერულ სექტორზე, სადაც კახა კალაძე არის პირდაპირ წარმოდგენილი საკუთარი ინტერესებით, იქნება ეს არქი ჯგუფი თუ ვისო ჯგუფი, რომლებიც თბილისში ყველაზე პრობლემური მშენებლობების უკან დგანან. როდესაც საუბრობთ, რომ ვიღაც უნებართვოდ აშენებს, ან ნებართვის დარღვევით აშენებს გაცილებით მეტს, ვიდრე ეს ნებართვით ჰქონდა უფლება და ეს დანაშაულად გამოაცხადა სწორადაც საგამოძიებო სამსახურმა, მაშინ ყველაზე მეტი საეჭვო სამშენებლო ნებართვა, ყველაზე მეტი აშკარად კორუფციულად ინტერესებით გაცემული სამშენებლო ნებართვა, რა თქმა უნდა, თბილისში გვაქვს. თბილისში უკანონო და უნებართვო მშენებლობებზე საკმაოდ ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ამ წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას შეაჩვია, რომ ნაცნობობით ყველაფერი მოსულა. მაგრამ თუ იმ ბრძენი კაცის ინტერესიცაა შესაძლოა დაშვებულზე მეტი კი არა აშენო, საერთოდ შეთანხმებულ გეგმას გადაუხვიო და თაბორის მთაზე გოლფ კლუბთან ერთად ახალი რეზიდენცია მოიწყო. წინასაარჩევნოდ თავად ივანიშვილის ქართულ ფონდის ერთ-ერთმა შეფესრემ გახსნა სასტუმრო თაბორის მთაზე, სადაც მათ ნებართვა ჰქონდათ აღებული ჯამურად დაახლოებით 33,000 კვადრატული მეტრი ფართობის შეებლობაზე და თითქმის 20,000 კვადრატული მეტი აშენდა ამ შემთხვევაში. დაახლოებით 20,000 ლარიანი ჯარიმას გადაიხდიდა ან არც ივანიშვილი და გამოდის, რომ 20,000 ლარად 20,000 კვადრატული, რომელიც 20-30 და შეიძლება 40 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაც კი იყოს იმ კონკრეტულ ადგილას შერჩა ივანიშვილის კომპანიებს. მათ შორის საინტერესოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ამ კომპლექსის ერთი ნაწილი შენებლობის ნებართვის გაცემის დროს შეთანხმებული იყო როგორც გოლფ კლუბი, ექსპლუატაციაში მიღებული იქნა როგორც გოლფ კლუბი, მაგრამ საზოგადოებამ ვიცით, რომ იქ ახლა ცხოვრობს ივანიშვილი და ეს ახლა ივანიშვილის საცხოვრებელი რეზიდენცია უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული ტიპის ეჭვებს წარმოშობს, ამდენად სწორად კანონიერად იყო ნებართვები გაცემული. ნებართვების კანონიერება კალაძეს სამწუხაროდ მხოლოდ იქ ახსენდება, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ მიაყენა მძიმე ტექნიკა აფრიკის დასახლებაში და როგორ დაუნგრია ოჯახებს ერთადერთი საცხოვრებელი. ამ დროს მერს არ ახსოვდა, რომ წლების წინ თავად მიიღო 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა იქ, სადაც დასაშვები მხოლოდ 3 სართულიანი სახლებია. გულისხმობ ნუცუბიძის ქუჩაზე კორპუს, რომლის მშენებლობის ნებართვა კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობისას მიიღო. შემდეგ კი ნებართვა და მიწის ნაკვეთიც კომპანია არქის საკუთრებაში გადავიდა. გავიხსენოთ თავად კალაძის პერსონალური შემთხვევაც, როდესაც მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ 271 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა აიღო. 271 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ვერ ავიღებთ მე, თქვენ და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ არის კორუფციული ინტერესებით გადანაცვლული ხელისუფლებასთან. არქის მიმართ მერი კალაძის დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს ალბათ ლოგიკურიცაა. სამშენებლო კომპანიის მფლობელი კალაძის უახლოესი მეგობარია. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ არქიში კალაძის ბიზნეს ინტერესიც არის. ამ ურთიერთობის შედეგია, რომ არქის ბინების გაყიდვა ისეთ კომპლექსებში შეუძლია, რომლის მშენებლობის ნებართვაც ჯერ არ მიუღია. კალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები ძალიან ბევრ შემთხვევაში საბოლოო ჯამში აღმოჩნდა არქის საკუთრებაში და არქიმ განავითარა და იშოვა შემდგომ იქ
მილიონები ფაქტობრივად შეუზღუდავად იღებს სამშენებლო ნებართვებს არქი და სულ ახლახან საერთოდ შემებლობის ნებართვის გარეშე დაიწყო გაყიდვები, გასაგებია რომ ასე პირდაპირ ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, თუმცა დამოკიდებულება ნათლად ჩანს თავად არქის, როგორ გარანტირებულად გრძნობს, რომ ის მიიღებს შენებლობის ნებართვას და ვერ ხედავს პრობლემას ნებართვის არარსებობის პირობებშიც კი მილიონობით ლარი მოიზიდოს. თბილისის მერიაში კორუფციული გარიგებების ეჭვი სხვა მიმართულებითაც არის, მაგალითად გზების მშენებლობაში. ისე ობიექტურობისთვის თუ სამტრედია გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მილიონის გაფლანგვის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიცე გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, მსგავსი საქმეების გამო თბილისის მერის მაღალჩინოსნებმა პასუხი არ უნდა აგონ. რატომ? რახან ლევან კუპატაშვილი ირაკლი ქარსელაძის გარემოცვის წევრია და ქარსელაძე კორუმპირებულია და კალაძე არა? არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც კალაძეს დაუსრულებია ავტომაგისტრალების რეაბილიტაცია და შემდგომ ის აღმოჩენილა უხარისხო და სასწრაფო წესით დაჭირვებიათ რაღაცის შეცვლა და გაუმჯობესება. სწორედ ამის გამო ათეულობით მილიონი ლარითაც კი გაზრდილა ზოგიერთ შემთხვევაში გზის მშენებლობის ღირებულება. აი მაგალითად ავიღოთ მაჭავარიანის და მარშალგელოვანის გზის დამაკავშირებელი ახლახანს გახსნილი, ასე ვიტყოდი, პანდუსი ხომ? მისი მშენებლობა თავდაპირველი კონტრაქტით უნდა დამჯდარიყო 16 მილიონი ლარი, საბოლოო ჯამში 60 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა ამ გზის მშენებლობა, იმიტომ რომ გასult იქ არაპროფესიონალური, არასწორი მიდგომების გამო მეწყრული პროცესები გამოიწვიეს ფერდობზე და საბოლოო ჯამში ამდენად ფაქტობრივად გაოთხმაგდა, ასე ვიტყოდი, მშენებლობის ღირებულება. კიდევ არაერთი საქმე არითიც სამართლიან სახელმწიფოში გამოძიება აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო, რადგან შეუიარაღებელი თვალისთვისაც მარტივად დასანახია, რომ კაცი, რომელიც ურბანული გენოციდის დასრულების დაპირებით მოვიდა, თბილისი ბეტონის ჯუნგლებად აქცია, სადაც ბევრი მშენებლობა პრობლემური და საეჭვოა. თუმცა ამბობენ, რომ ხელშეუხებლობის გარანტიას ვადა გაუვიდა და კალაძის მერიის დროს მარემოვა. გარკვეულ ჯგუფებში ამეჩვ სამყარებს მისი მარჯვენა ხელის ირაკლი ხმალაძის სახლში გაშვება, რომელიც კალაძეს ჯერ ვიცემერობიდან მოუხსნეს და ფორმალურად იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაასაქმეს. თუმცა რამდენიმე დღის წინ კალაძის სანდო ბიჭი ივანიშვილის პრემიერმა იქიდანაც მოხსნა. ხმალაძის მოხსნა თბილისის მერიიდან ეს უკვე ნიშნავდა მისი კარიერის დასრულებას და რა თქმა უნდა სერიოზულ დარტყმას თავად კალაძეზე. ეს ხმალაძე ამ შემთხვევაში პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს, პოლიტიკური გაგებით, რა თქმა უნდა ეს იყო ჟესტი კალაძის მიმართ რეჟიმის მხრიდან, ის ფორმალურად იყო გადასმული იუსტიციის სამინისტროში, როგორც ჩანს კალაძის მოთხოვნით, რომ პირდაპირ ქუჩაში ის არ გაეშვათ და ახლა იქიდან ამის გაშვება შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც თავად რეჟიმი დაიწყებს კალაძის უწყების კორუფციული ფაქტების კვლევას. ოფიციალურად ამტკიცებენ, რომ ხმალაძე კერძო ბიზნესში წავიდა, თუმცა სანდოს წყაროები გვარწმუნებენ, რომ ის უბრალოდ სიტუაციას გაერიდა, რადგან მისი საქმიანობით, განსაკუთრებით კი ვიცემერად მუშაობის პერიოდით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. ხმალაძე არ აღიარებს, თუმცა ამავე წყაროების ინფორმაციით ის მანამდეც არაერთხელ ყავდათ სუსში გამოკითხვაზე. სულ ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ხმალაძისთვის სამართლებრივი კითხვების დასმა და გაჩენა ავტომატურად ნიშნავს კალაძისთვის ამ კითხვების დასმას, იმიტომ რომ ხმალაძე იყო ერთ-ერთი ის მთავარი საცეცი, რომლის საშუალებითაც კალაძე თბილისელებს ჯიბიდან პარავდა ფულს, შესაბამისად ავტომატურად მის მიმართ რაღაც ფორმის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა ნიშნავს კალაძის საქმიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე არ იკვეთება, თუმცა ძალიან ნათელი და ხელშესახები არის კორუფციული საქმეები, რომელიც ამ ორი ადამიანის თანამზრახველობით დაგროვდა ამ წლების განმავლობაში. შავი ანგუსის სტეიკის მოყვარული ჩინოვნიკის უცაბედი გამდიდრება ყოველთვის ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა. საჯარო სამსახურში მუშაობისას მილიონიანი ქონების დაგროვება მან მოკლე პერიოდში მოახერხა, რის გამოც სულ იყო ეჭვი მის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე. ხმალაძეს, რომელსაც წესით შემოსავალი მხოლოდ ჩინოვნიკის ხელფასი ჰქონდა, საცხოვრებლებს ყველაზე მდიდრულ დასახლებებში ფლობს. ხმალაძე
კალაძე არამხოლოდ გამტარი იყო იმ კორუფციული გადაწყვეტილებების, რომელსაც კალაძე ღებულობდა, არამედ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს და ამავდროულად პირადადაც თვითნებურათაც მოქმედებდა და მისი უშუალო გარემოცვის გამდიდრებით იყო დაკავებული. ამის ერთი მაგალითი იყო ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მისი ვიცემერობის პერიოდში პროკურატურამ დააყადაღა. ჩვენი ძალიან ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ეს კორუფციული ტრანზაქცია არ ჩაეტარებინათ და არ აღესრულებინათ, მაინც მოხდა ამ ნაკვეთების კორუფციული გზით მონაცვლეობა, რაშიც ფიგურირებდა ხმალაძესთან დაკავშირებული ვინმე ჭოლაძე, რომელიც იყო მამუკა ბახტაძის დროს პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი და აი ამ კორუფციული მონაცვლეობით მაშინვე დაინტერესდა პროკურატურა და აყადაღეს ეს მიწის ნაკვეთები, რომლის მონაცვლეობასაც ხმალაძე ითხოვდა, თუმცა შემდეგ არანაირი გაგრძელება არ გვინახავს, ანუ ნაწილობრივ აღიარებული აქვს ქართული ოცნების პროკურატურას ის, რომ ეს ადამიანი კორუფციულ საქმიანობაში იყო ჩართული. ამის გარდა ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძეს სუსში 3 გამზადებული საქმე დახვდა, რომლითაც კალაძის მერიის მაღალ ჩინოსნებზე დევნის დაწყებაა შესაძლებელი. თუ პოლიტიკური ნება იქნება, წლების განმავლობაში ნამუშევარი დღის სინათლეს ნახავს და ხალხის ფულის ქურდები პასუხს აგებენ. სწორედ პოლიტიკური ნება არის ის, რაც განსაზღვრავს დღეს აი ამ ეგრეთ წოდებულ ანტიკორუფციულ კამპანიას და თბილისის შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ამ სამშენებლო პროექტებიდან მხოლოდ ვიღაცების პირადი გამდიდრება კი არ ხდებოდა, არამედ პარტიული სალაროს შევსება ხდებოდა და ამ პარტიული სალაროს ბენეფიციარი და გამკარგავი იყო და არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის უკვე ბოლო რამდენიმე არჩევნებია. შესაბამისად, ის შეიძლება პირადი გამდიდრებით არ გამოირჩევა და მის მიმართ ასეთი ტიპის კორუფციის კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური კორუფციის კითხვის ნიშნები ცალსახად არსებობს იმ პარტიულ სალაროსთან მიმართებაში, რომლის განკარგავი და მოლარეც იყო და არის ირაკლი კობახიძე. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ უჭირთ ახლა რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ამიტომაა მათი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ შერჩევითი და მოჩვენებითი.